თბილისში ვაკე საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ გიორგი დანელიას ქუჩაზე იდეა დეველოპმენტის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის იდეა პანორამას მშენებლობა გეგმა გრაფიკით მიმდინარეობს და ის მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტი პრემიუმ აპარტამენტებთან ერთად საოფისე და კომერციულ ფართებს და არაერთ გასართობ სივრცეს აერთიანებს. პირველ რიგში გეტყვით, რომ იდეა პანორამა მოიცავს სამ ძირითად ნაწილს. იდეა პანორამა 1, სადაც ახლა ვიმყოფებით, იდეა პანორამა 2 და A-კლასის ბიზნეს ცენტრი. აქ დაგხვდებათ როგორც პრემიუმ აპარტამენტები, ასევე საოფისე და კომერციული სივრცეები. პროექტის ტერიტორიაზე განთავსდება პადელის მოედანი, მოიწყობა მოსასვენებელი სივრცე და საბავშვო ზონა. იდეა პანორამა 1-ის მშენებლობა 14 სართულისგან შედგება. ამ ეტაპისთვის სრულად მოწყობილია მე-12 სართულის გადახურვის ფილა და მიმდინარეობს მე-13 სართულის ფილის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს შიდა და გარე საფასადო ბლოკის მოწყობა, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი, სრულად მოწყობილია მე-3, მე-4 სართულის ალუმინის კარფანჯარა და დაწყებულია თაბაშირით ლესვა. ივნისის თვეში დასრულდება მონოლითური რკინაბეტონის სამუშაოები, ხოლო პროექტის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს, ანუ დღეიდან 5 თვეში. პარალელურად მიმდინარეობს იდეა პანორამა 2-ის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რაც პროექტის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. აქ განთავსდება როგორც პრემიუმ აპარტამენტები, ასევე კომერციული სივრცეები. იდეა პანორამა 1-ის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ხოლო იდეა პანორამა 2-ის საწყის ფაზაში. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიოს მის საჭიროებებსა და საინვესტიციო სტრატეგიაზე მორგებული ბინა. როგორც სამშენებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, კომპლექსში 4 ოტისის ბრენდის ლიფტი განთავსდება, რომელიც მაცხოვრებლების გადაადგილებისთვის დამატებით კომფორტ შექმნის. პანორამა 1-ში მოიწყობა ლობი, სადაც მოსახლეობისთვის შეიქმნება მშვიდი და სუფთა მოსასვლელი სივრცე. ასევე ხელმისაწვდომი იქნება სადღეღამისო კონსიერჟის სერვისი. მოსახლეობას პანორამა 1-ში დახვდებათ ოტისის ბრენდის ლიფტები. მოგეხსენებათ, ოტისი წამყვანი ამერიკული ბრენდია და მოწინავეა როგორც ხარისხის, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. კორპუსი A-და B ბლოკებად იყოფა და თითოეული ბლოკისთვის 2 ლიფტია განკუთვნილი. პროექტის უპირატესობებზე საუბრისას სამშენებლო გადაწყვეტები და შენობის ენერგოეფექტიანობა სახელდება. პროექტში გამოყენებულია ენერგოეფექტური ბლოკი როგორც გარე პერიმეტრზე, ასევე ბინებს შორის. იდეა პანორამას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა პანორამული ხედებიც, რომელიც პროექტის უკლებლივ ყველა ბინიდან იშლება. ჩვენი პროექტი შედგება მონოლითური რკინაბეტონის კარკასისგან, სადაც გამოყენებულია ეგრეთ წოდებული ფარული რიგელები, რაც ნიშნავს, რომ ბინების შიდა გეგმარებაში არ დაგხვდებათ რიგელი. ჩვენი პროექტი რამოდენიმე მხრივ ენერგოეფექტურია. გამოყენებულია ენერგოეფექტური ბლოკი როგორც გარე ფასადის, ასევე ბინების გამყოფად. ასევე აღსანიშნავია ალუმინის კარფანჯარა, სადაც გამოყენებულია ენერგოეფექტური მინა პაკეტი. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო მინის მოაჯირებზე, რომელიც დამზადებული იქნება ნაწოხთობი ლამინირებული მინისგან და ძალიან უსაფრთხო. იდეა პანორამა მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ მყარ, მზარდ და სტრატეგიულად სწორ საინვესტიციო პროექტს თბილისის ურბანული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უბანში.